დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაკავებულმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ საქმეში მხოლოდ შუამავლები იყვნენ. დანაშაულის განმეორების, მტკიცებულების, განადგურებისა და მიმავლის საფრთხეების გამო სხდომაზე პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ კი სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. შეგახსენებთ გამოძიების ვერსიით, საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა მიმდინარე წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9600 ამერიკული დოლარი. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულთან მიმართებაში აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა, რასაც აუცილებლად სააპელაციო წესით გავასაჩივრებ. გამოძიებასთან ისაუბრა, როგორც უკვე მოგახსენეთ, რა ინფორმაციასაც ფლობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილად მიეწოდა საგამოძიებო ორგანოს. დანარჩენს ვერ გეტყვით ვერაფერს. საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ჩატარდა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული იქნა როგორც ფარული ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები და შემდეგში უკვე დაკავება მოხდა უშუალოდ გასაღების ფაქტზე. ორივე ბრალდებულთან მიმართებაში ბრალდების მხარის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იყო პატიმრობა, რაზეც იმსჯელა სასამართლომ გაითვალისწინა ის საფრთხეები, რაც დასაბუთებული იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობაში და ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა.